რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. საკითხი ბრიუსელიდან 8 პუნქტიანი მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. მმართველი გუნდის შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ, ეს მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება და ამას საზოგადოება არ შეეგუება. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლების და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება. ქართულ მოწნებამ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. ევროპარლამენტის მხრიდან რიტორიკა გამწვავდა და შეფასებები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ოცნებამ გამოიყენა საკუთარი მეგობარი ქვეყნები იმისთვის, რომ არ დაეთმო თავისი პერსონალური კომფორტი, იმისთვის, რომ არ დაწესებულიყო პერსონალური სანქციები და მაკა ბოჭორიშვილს და მის ნაირ მაღალჩინოსნებს არ ქონოდათ დისკომფორტი ევროპაში მიმოსვლასთან დაკავშირებით. ამის გამო გამწვავდა ევროპარლამენტიდან რიტორიკა და შეფასებები და ამის გამო კარგავთ დღესდღეობით ჩვენ ქვეყნისთვის უდიდეს მონაპოვარს, რაც არის ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ქართველი ხალხი ისჯება იმის გამო, რომ მყავს ეგრეთ წოდებული უსუსური მთავრობა. უდიდესი უმრავლესობა არის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრე. ამას ადასტურებს განწყობები, 10 წლების განმავლობაში ჩატარებული განწყობები, რეფერენდუმების შედეგები, საერთო სახალხო გამოკითხვების შედეგები. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომაც რაც გინდა ნარატივები ავრცელონ კონკრეტულმა პირობებმა, ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვისი ჯარები დგას საქართველოში. როგორი სახელი ქვია რა რბილი ძალიან რეკომენდაციები და რეალურად ეს რეკომენდაციები კი არ არის პირიქით მოთხოვნებია, როგორც კარგად შეუდათ მაგალითად ბოლშევიკებს მოსკოვში რაღაცას მოიფიქრებდნენ და მე ეს მოთხოვნები ჩამოდიოდა თბილისის და კარგი ბიჭები და კარგი გოგონები იყვნენ თბილისში ან ნებისმიერ ჩვენს ქალაქში თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ. ჩვენ არ ვწევთ სხვის დახრულზე და მოთხოვნებს უბრალოდ არგუმენტებს უპირისპირებთ და ელემენტარულად ვითხოვთ, რომ რაშია პრობლემა ახსენით, კეთილი ინებეთ და დაანებეთ თავი ბოლშევიზმს, ჩვენ ბოლშევიზმს დავანებეთ თავი 90-იანი წლებიდან. თქვით უარი, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა და გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დრო გავა, უფრო მეტი ქვეყანა გამოფხიზლდება, მოდი ესე ვთქვათ, და მოქალაქეები ამ ქვეყნების უკვე ფხიზლდებიან, ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა, რაც ევროკავშირში ჩატარდა და რა თქმა უნდა, საღიაზრიც არსებობს რიგ ქვეყნებში, რიგ ლიდერებში, რიგ ევრობიუროკრატებში და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ვინაიდან არანაირი კავშირი არ არსებობს, ამ შემთხვევაში მე გულისხმობ სამართლებრივ კავშირს, სამართლებრივ საფუძველს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ამ ორ კანონს შორის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს აღსრულებაში მოიყვანონ